ძალიან მნიშვნელოვანია როგორ ვუსმენთ ბავშვებს. ერთია რომ ვუსმენთ, მეორეა როგორ ვუსმენთ. ბავშვმა უნდა იგრძნოს რომ მშობელი მისი მხარდამჭერია, რომ ნებისმიერ მომენტში რაც არ უნდა მოხდეს, მშობელი იქნება მის გვერდით. ცუდი საქციელის მიღმა ხშირად არის ხოლმე სტრესული გამოცდილება. აი სწორედ იმ სტრესულ გამოცდილებამდე უნდა მივიდეთ, როდესაც ბავშვებთან კონტაქტობთ. მოვუსმინოთ, გავიგოთ მიზეზი, მოვძებნოთ და ერთად აღმოვფხრათ ის ძირი, რაც ბავშვს ხელს უშლის მერე სხვებთან ურთიერთობაში, განვითარებაში თუ სწავლაში. თანატოლებთან ურთიერთობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვი იყოს ემპათიური და მიხვდეს სხვების ემოციებს. და ამას როგორ აკეთებს? ჩვენი მაგალითებით. თუ კი ჩვენ მოვახერხებთ, მისი თვალებით შევხედოთ სამყაროს და ისე ძალიან არ გავუბრაზდეთ, როგორც უფროსებს ჩვევიათ ხოლმე, მაშინ ბავშვიც შეძლებს სხვისი თვალებით შეხედოს სამყაროს და დააბალანსოს ემოციები. ამით თავს ავარიდებთ კონფლიქტებს, როგორც ოჯახში, ასევე გარეთ.